ხო თქვით, რომ ადგილზე იმყოფებოდით, ბატონო. შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, რა სამართალდაღოვას ჰქონდა ადგილი, რომ დააკავეთ და თან ფიზიკურად გაუსწორდით? რატომ მოგპასუხობთ, არ იყავით ადგილზე? უკომენტაროთ. რა სამართალდაღოვას ჰქონდა ადგილი? უკომენტაროთ. გითხარით მე. ვის მიმართოთ, თქვენ იყავით სასამართლოს სხდომაზე მოწმედ წარმოდგენილი. რა უთხარით მოსამართლეს თუ არიცით და არ იყავით ადგილზე მოსამართლეს რა უთხარით? ასე დუმან ჩვენს მიერ დასმული კითხვების შემდეგ ის პოლიციელები, რომლებიც ჩვენებებს აქციაზე დაკავებული პირების წინააღმდეგ აძლევენ, უკომენტაროდ ტოვებენ კითხვებს, რადგან რეალობასთან მიახლოებული პასუხი მათ არ აქვთ. მიზეზი კი ის არის, რომ უმეტესობა მათგანი დაკავებას არც კი შესწრებია. სურათი განსხვავდება სასამართლოს სხდომაზე, სადაც მოსამართლის მიერ დასმულ კითხვებს მოწმედ გადაქცეული პოლიციელები დაზეპირებული ტექსტებით პასუხობენ. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სხდომაზე იბნევიან და გამოგონილ ამბავში თვითონვე ირევიან. პოლიციელებს თვითონ გამოყავთ ხშირ შემთხვევაში თავი მატყუარებად, მაშინ როდესაც კითხვაც კი არ არის დასმული და დაწყებული არ არის დაკითხვის პროცესი, ზოგიერთი პოლიციის თანამშრომელი საკუთარი ინიციატივით იწყებს ჩვენების მიცემას და იწყებს ასეთი ჩვენების მიცემას, რომ იგინებოდა, ილანძღებოდა და არღოდა საზოგადოებრივ წესრიგს. ანუ ის რომ რა ქმედებებს განახორციელებდა დაკავებული პიროვნება, იმაზე კითხვაც კი არ არის დასმული, ისე თვით ინიციატივით იწყებს ამ ტიპის ჩვენების მიცემას, მაშინ როცა არსებობს ზოგიერთ შემთხვევაში კადრები, ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ნეიტრალური მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი მსგავს ქმედებას არ ჩადიოდა. ბრალდებულების უმეტესობა რობოკოპებმა დააკავა, თუმცა სხდომაზე მოწმეებად შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციელები ჰყავთ გამოძახებული. ეგრეთ წოდებული მოწმე პოლიციელების უმეტესობა ამბობს ერთი და იგივეს, რომ დაკავების მიზეზი პოლიციის მიმართ გინება და მათთვის წინააღმდეგობა იყო. ყველა ვინც ამას ამტკიცებს დეტალურად ვერ იხსენებს, სად და რა ვითარებაში იჭერდნენ მოქალაქეებს. უფრო მეტიც, გიგი კალაძის სასამართლოზე, რომელიც 2 აპრილს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს, მოწმე პოლიციელები ვერ შეთანხმდნენ ვერც დაკავების ზუსტ ლოკაციაზე და ვერც იმაზე, თუ სად იმყოფებოდნენ თვითონ. არადა, ერთ-ერთმა მათგანმა დაგვიდასტურა, რომ გიგი პირადად მან დააკავა. მოწმეთ ხართ გამოცხადებული, თქვენ დააკავეთ მოქალაქე გიგი კიბაძე რომ ერთი წუთი არ უცალია. არ შეგიძლიათ რომ გვიპასუხოთ? ანუ რა სამართალდაღოვას ჰქონდა ადგილი, შეგიძლიათ რომ მითხრათ? ადმინისტრაციული სამართალდაღოვა. აი კონკრეტულად რა არის გამოხდა მისი დაკავება? შეგიძლიათ მიპასუხოთ, თქვენ დააკავეთ თუ ადგილზე იყავით? რატომ დააკავეთ? რა სამართალდაღოვას ჰქონდა ადგილი? ოდიში მოგიხადით, ვერ მოგცემთ ინტერვიუს. მოწმეთ ხართ გამოცხადებული და არ შეგიძლიათ რომ დეტალურად მიპასუხოთ, რატომ მოხდა მისი დაკავება? ერთი წუთი გიპასუხეთ, ხო? რატომ მოხდა მიპასუხოთ? თქვენ მიპასუხოთ რა? დაარღვია და დაკავდა. რა დაარღვია ბატონო? ოდიში გიხდით, ვერ მოგცემთ ინტერვიუს. ანუ რომ გვიპასუხოთ რა დაარღვია, იმიტომ რომ მოწმეთ ხართ და თუ მორწმეთ ხართ, არ გაქვთ ინფორმაცია ზუსტი? თუ კონკრეტულად მე ვერ მეუბნებით, რატომ დააკავეთ ბატონი გიგი? ანუ რა ჩვენება მიეცით აბა? აგიხსენით, ხო გითხარით ანუ ახლა? აი კონკრეტულად შეგიძლიათ მიპასუხოთ, რა სამართალდაღოვას ჰქონდა ადგილი? კარგით, მოკლედ კონკრეტულად გიპასუხებთ და ამით მოვჩით. მოკლედ და კონკრეტულად ადმინისტრაციულ დაღოვას მიპასუხოთ თქვენ. კონკრეტულად რა ხდებოდა? წვრილმანი ხულიგნობის, ხო თქვენ დააკავეთ. წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. რა საკეთებდა თქვენ? გაგიცით პასუხი, ხო? გაგიცით გაგი დანარჩენ დეტალებზე მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. ერთი ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრი გალერეა და მარიოტი, ანუ თავისუფლების მოედნის მარიოტის მაგ ხედავდი და მაგ მოხდა შენ დაკავება. მეორე ამბობს პირიქით რუსთაველის მეტროსკენ. რუსთაველის მეტროს ზემოთ მიმართულებით რომ მარიოტის სასტუმრო იქ მოხდა. ორი ადამიანი ერთად ხედავდნენ სხვადასხვა ადგილას, სხვადასხვა სიტუაციაში და თვითონ მის ჩვენებაში როდესაც ამბობდნენ, იქაც კი უსუსტოები ჰქონდათ. დაბნეულები იყვნენ ირაკლი ფიფიას სასამართლო პროცესზე გამოძახებული მოწმეებიც. როგორც ირაკლი გვიყვება მოწმე, რომელიც მის პროცესზე იყო, მან პირველად იზოლატორში ნახა. თუმცა პოლიციელი ამტკიცებდა, რომ ის ირაკლის დაკავებას შეესწრო. სხდომაზე ორივე მოწმე სხვადასხვა ამბავს ყვებოდა. ვიდექი უბრალოდ, როდესაც სპეციალურმა მანქანამ როდესაც მოგვიწოდა რომ წავსულიყავით, გადავედი, მგონია რომ გადასული ვარ. და ამ დროს ვუცებ, კორდონი სპაროსანი მაწვეულები რო არიან, გაიშალა და იქიდან წავიდა ადამიანების გატაცება. მე ცოტა მიჭირდა ფიზიკურად სიარული, ამიტომ დამეხმარნენ პოლიციელები გადმოსვლაში ამ მანქანიდან და იქ დავინახე პირველად ის ადამიანი, ვინც უკვე იჯდა მაგიდასთან და ცდილობდა რაღაცა საბუთების ამბების გარკვევას. ვიც იყო დღეს მოსული? ვიც იყო დღეს სინამდვილეში მოსული და ამბობს რომ მე გავეცი ბრძანებაო, რაც
არ არის სიმართლე. ერთი ამბობდა რომ 10 მეტრში იდგაო ჩემგან, მეორე ამბობდა 30 მეტრშიო და ერთად ვიდექითო ორივეო. რაც ფიზიკურად გამორიცხულია. მოვახერხეთ და კითხვები დაუსვით ირაკლი ფიფიას სხდომაზე გამოცხადებულ პოლიციელებსაც, თუმცა მათ არც კონკრეტული და არც ზოგადი პასუხები ჩვენთვის არ გაუციათ. დაესწარით მისი დაკავების ფაქტს, მაგრამ არ გახსოვთ გზის რომელ ნაწილზე დააკავეს? ეს ამბოდში. დაგელოდებით, კი ბატონო, არ მაქვს პრობლემა. კი, დაგელოდებით. თქვენ თქვით, რომ ესწრებოდით დაკავების ფაქტს და არ გახსოვთ გზის რომელ ნაწილზე დააკავეს? თუ შეიძლება. აი, უბრალოდ რომ მითხრათ, რა სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი, რატომ დააკავეთ ირაკლი? ანუ ვერ პასუხობთ, არ იყავით ადგილზე? ანუ რა გამოდის, რომ სრულმორწმის სახით იყავით პროცესზე მოსული დღეს? ზუსტად სად დააკავეს ბატონი ირაკლი? თქვენ ხო ადგილზე იყავით? თქვენ მაინც თუ შეგიძლიათ, რომ დაგვიდასტუროთ ზუსტი ადგილი, სად დააკავეს ირაკლი? ან რა სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი? თუ არ იყავით ადგილზე, რა მოუყევით მოსამართლეს? პასუხს ამცემთ? სად დააკავეთ? ანუ ტერიტორია ხო იქ იყავით? რატომ არ პასუხობთ? არ იცით სად დააკავეს ირაკლი? ყველა ვისაც ბოლო დღეებია სასამართლოში იბარებენ, ამბობს, რომ პოლიციელები ცრუმოწმეებად აქციეს. მათი ცრუჩვენებების შემდეგ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას და აქციაზე ფიზიკურად დაზარალებულ პირებს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, ადმინისტრაციულ ჯარიმას უწესებს. ელემენტარულად ადგილები აცთა, სადაც მე დამიჭირეს და ის ადგილი, სადაც ისინი იდგნენ რა. აი ბესიკის ქუჩა რო არის, ხო იქიდან ჩამოვედი მე და აი იმ მომენტში ერთი შემოვხედე, ძებნა დავიწყე, დამიჭირეს და ისინი იძახენ პუშკინის სკვერთან სადღაც რა. ერთად ვიდექითო ერთმა თქვა და ერთი ბიჭი იძახდა რომ მე 15 მეტრში ვიდექიო და მეორე იძახდა გამომძიებელი რომ მე 40 მეტრში ვიდექიო რა. ისიც არ ახსოვდა ზუსტად რა მეცვა, როგორ გამოვიყურებოდი, მაგრამ აი რაღაცა საათების მერე ვიღაცამ თურმე დამიმახსოვრა და ეს მითითება როგორ მიუთითეს ჩემზე, ეგეც ვერ თქვეს. ერთმა თქვა მწვანე, მეორემ შავი. და ყველა თვითონ მქონდათ ეს ჩანთა ამდენი ხნის განმავლობაში და ეგ ვერ დაიმახსოვრა და მე დამიმახსოვრა სახეზე და ზუსტად აუღწერა რობოკოპს როგორი ვიყავი, როგორ უნდა ავიყვანე. და ის ვერ დაიმახსოვრა მწვანე ის ჩანთა მქონდა ამდენი ხნის განმავლობაში. შესაბამისობაში არ მოდიოდა ლოკაციურადაც მე სადაც ვიმყოფებოდი რეალურად იმ დროის მონაკვეთში მე იძახიან რომ მე სხვაგან ვიმყოფებოდი. მათივე ჩვენების საფუძველზე ერთის ჩვენების საფუძველი მეორეს გამორიცხავს, იმიტომ რომ როდესაც პირველმა მოწმემ ჩვენება მისცა, მეორემ ისეთი ტიპის ჩვენება მისცა, რომ რეალურად აღმოჩნდა, რომ აქციის მონაწილეების ადგილას რობოკოპები იდგნენ. ერთმანეთის ჩვენება ისე გამორიცხეს. თითქოს რაღაც 15 მეტრში მხედავდნენ, რომ იგინებოდი კონკრეტულ ქუჩაზე, რეალურად იმ დროს მე იმ ქუჩაზე საერთოდ არ ვიყავ. ყოველს გეზეთს ხო დავეკავებინე და ჭიჭინაძის ქუჩაზე ყოფნის დროს ყოველს დავეკავებინე, რეალურად მაკავებენ სხვა ქუჩაზე. საინტერესო იყო 20 წლის ლაზარე მაღლაკელიძის საქმე. თუ აქამდე დაკითხული პოლიციელი მოწმეების უმეტესობა ამბობდა, რომ დაკავების ბრძანებას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ისინი აძლევდნენ. აქციაზე დაკავებული ლაზარეს პროცესზე გამოჩნდა მოწმე, რომელმაც სიმართლის შემთხვევით თქმის გამო ყველა დანარჩენი პოლიციელების სიცრუეში ამხილა. თუ სხვა პროცესებზე მოდიან საპატრულოს და კრიმპოლის თანამშრომლები და გვეუბნებიან, რომ ჩემი ბრძანების საფუძველზე დააკავა გედედეს თანამშრომელმა ესა თუ ის პირიო, დღეს ის შემთხვევა იყო, როდესაც თვითონ საპატრულოს წარმომადგენელმა აღიარა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მოსილება რობოკოპებს, ეგრეთ წოდებულს და სპეცრაზმელებს ბრძანება მივცეთ ამა თუ იმ ადამიანის დაკავების. მოწმე ამბობდა, რომ საერთოდ დაკავებაში არ მიუღია მონაწილეობა და იმასაც ამბობდა, რომ დაკავების მომენტი საერთოდ არ დამინახავსო. მეორე მოწმემ, რომელიც წესით იმასთან ერთად უნდა ყოფილიყო, იმან განაცხადა, რომ მე დავინახეო დაკავების მომენტიო და იქ აქედან გამომდინარე, ან ერთი მოწმე ცრუობს, ან მეორე მოწმე ცრუობს. შესაძლოა წარმომადგენლებს არ ეშინიათ და აქვს დაუსჯელობის განცდა, იმიტომ რომ ამისთვის მას არავინ მოსთხოვს პასუხს და არავინ აღძრავს მათ მიმართ სისხლისამართლის საქმეს. აქედან გამომდინარე, მოდიან თავისუფლად და ამბობენ იმას, რაც აქვს დავალებული და დაზებირებული. რაც იქ მე ვნახე, ის ხო აბსოლუტურად ტრაგიკომედია, იმიტომ რომ ეთყობა კარგად ვერ შეთანხმდნენ ეს პოლიციელები ერთმანეთს ვერ დავაგდნენ. არ ახსოვდა ზუსტად დრო, არ ახსოვდა ზუსტად ვინ დამაკავა, არ ახსოვდა ზუსტად რა ეცვა. კი მე ცხადად მიუთითეო, რაღაცა გედედეს თანამშრომლებს და გედედეს თანამშრომლებმა ჩემგან 3 მეტრში დაკავესო, როცა თვითონ თქვა ასე რესპუბლიკის მოედანზე ვიდექიო, რაც იყო ჩემი დაკავების ადგილიდან რამდენიმე ათეული მეტრით დაშორებული, რა თუ არა მეტი.
ყველა იმ მორალურ თუ ზნეობრივ კანონდარღვევასთან ერთად ხელისუფლებამ პოლიციელები პირები, რომლებიც მოქალაქეების უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ, ცრუ მოწმეებად აქცია. ეს კი სისხლის სამართლის დანაშაულია და 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. დანაშაულის გამეორების შემთხვევაში იზრდება სასჯელის ზომაც. ამ დროს კი სასამართლო პროცესებზე მოდიან მოწმე პოლიციელები, რომლებიც იძულებით ან ნებაყოფლობით ყვებიან ცდარ ისტორიებს. არავის აინტერესებს სასამართლოზე დადებული ფიცის არსი და არც ის, რომ ყველა მათგანი რეჟიმის პირობებში კრიმინალად იქცა.